ბრძანებს რომ როდესაც რეჯების მთვარე დადგება და მე-15 ღამე მოვა ამ ღამეს უზენაესი ალლაჰი ყველა ადამიანს პატიობს გარდა მუშრიკებისა და ვისაც შური და ბურბა აქვს მუშრიკები ის ხალხი არიან რომელმაც თანაზიარი დაუდგინეს უზენაეს გამჩეს ალლაჰს ხოლო შური და ბურბა ის კატეგორია ხალხი არიან რომლებიც ფიქრობენ და ამბობენ რომ იმას რატო აქვს და მე რატომ არ აქვს ანუ სხვისი წარმატება სხვისი მიღწევები შორტ ამიტომ ზოგადად მორწმუნეებო მსგავსი ფიქრები აზრებიდან უნდა გავთავისუფლდეთ სხვა ჰადისში მოსწონს რომ ჰაზრეთი აიშა მორწმუნეთა დედა აიშა რადიალლაჰუ ანჰა ალლაჰ იყოს მოგებული მისგან ბრძანებს რომ ერთ ღამეს როდესაც გავიღვიძე და შუამოვალი არ დახვდა ის ბაბის სასაფლაოზე ვნახე როდესაც მივედი და ვკითხე თუ რას აკეთებდა მას ასე მიპასუხა უზენაესი ალლაჰი ამ ღამეს უზენაესი ალლაჰის რაჰმეთი წყალობა ჩამოდის ყველა ადამიანზე თუნდაც რომ ქელვის ომის რამდენი წყარის ყავს იმ ხრების ბეწვების ოდენა ადამიანების რომ იყვნენ ამდენ ადამიანს პატიოს ანუ აქ არის გადატანიშნულობა რომ ამ ღამეს უზენაესი ალლაჰის წყალობა უსახუროდ დიდი არის ფასო მორწმუნეობა ძალიან ხშირად მეკითხებიან რომ რამდენი მუხლი უნდა ვილოცოთ 100 მუხლი 50 თუ ასე შემდეგ რა უნდა ვიკითხოთ ზირფასი მეგობრებო აქ რაოდენობაზე არ არის თუ ჩვენ რამდენს ვილოცოთ რამდენს ვიკითხოთ ასე შემდეგ თავარი არის ჩვენ რაზე უარი უნდა ვთქვა ჩვენ აქ ამ ეს გამი არის ისეთი გამი რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ პირობა უნდა დავდოთ ალლაჰის წინაშე რომ ია რაბი აქამდე მე ალკოჰოლს ვეტანებოდი ჰარამ აკრძალულ სასმელს ვეტანებოდი დღეში პირობას ვდებ რომ აღარ დავდებ ამ ღამეს უარი უნდა ვთქვა ჭოროუბანზე უარი უნდა ვთქვა ჰარამ ლუყმაზე ჰარამ სასმელზე ჰარამ საჭმელზე უარი უნდა ვთქვა მევახშეობაზე პროცენტზე უარი უნდა ვთქვა ყველა იმ აკრძალულზე რასაც უზენაესი ალლაჰი ვიკრძალავს ამ ღამეს პირობა უნდა დავდოთ ალლაჰის წინაშე რომ ია ჩემო გამჩენო ია რაბი დღემდე ვერ ლოცულობდი პირობას ვდებ რომ დღის შემდეგ ლოცველების რიგებში ვიქნებ აი თუ ჩვენ ასეთ პირობებს დავდით და რაღაც ამ აკრძალულებზე უარს ვიტყვით დიდი შანსი გვაქვს რომ უზენაესი ალლაჰის უსაზღვრო წყალობა ამ ღამეს ვერ გვეწყოს ეს ღამე ცრემლებით გატარების ღამე არის თავარი ჩვენ წელი გულით მოვინანით ის ჩადენილი შეცდომები ის ნაკლებები რაც ნებით თუ ნებლიურ გავაკეთეთ ისაც ვაწყენინეთ ჰალალი უნდა ვაქნოთ პატიება უნდა ვთხოვოთ და იმ დანაშაულებას წელი გულით უნდა მოვინანოთ და ჩადენილ დანაშაულებს თუ ჩავდივართ დღემდე უარი უნდა ვთქვათ რომ ალლაჰის შეწყალება და პატიება მივიღოთ ბარათი ნიშნავს შეწყალებას გათავისუფლებას ადამიანს წარმოგიდგენთ რომ 10 წელი აქვს მის ციხეში და ვადამდენ ადრე რომ გათავისუფლდება ხო ანალოგიური არის ბარათის ამას ნიშნავს როცა ჩვენ ვთქვათ გვეკვეცნის სასჯელი მაგრამ თუ მოვინანით ალლაჰის წინაშე წელიგულით იმ სასჯელისაგან გავთავისუფლებით ალლაჰის დახმარებით უზენაეს ალლაჰმა ვაპატიოს ჩვენს მიერ ჩადენილი ყველა შეცდომები ნაკლებები და ისე გაგვატარებს ეს ღამე როგორც ალლაჰს შეერება. Assalamu alaikum.